კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი პრობლემურია ევროპისათვის, არის ემიგრაციის ახალი ტალღის რისკი, რაც სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ 2014 წელს დაფიქსირდა. დიდი ალბათობით ირანიდან და მეზობელი ქვეყნებიდან პოლიტიკურ გაუგებრობას ათასობით ადამიანი გაექცევა ევროპაში, რაც ევროპელ ლიდერებს მძიმე დილემის წინაშე დააყენებს. მიიღონ ათასობით ათასი ან თუნდაც მილიონობით მოწყვლადი ირანელი ლტოლვილი თუ ჩაკეტონ საზღვრები და ეცადონ დარწმუნონ ირანის მეზობლები, მაგალითად თურქეთი, რომ შეიფარონ მიგრანტები და ევროპისკენ არ გაუშვან. სწორედ ამას მიაღწია ევროკავშირმა 2016 წელს, როდესაც თურქეთს მილიარდობით ევრო გადაუხადა იმისთვის, რომ დაახლოებით 3-4 მილიონი სირიელი ლტოლვილი თავის ტერიტორიაზე დაეტოვებინა და არ გაეშვა ისინი ევროპაში. მორალური ნაწილი რომ გვერდით გადავდოთ, სწორია თუ არა თურქეთს თხოვა მიგრანტების შეფარება, როცა ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 16-ჯერ აღემატება თურქეთისას, ეს შეთანხმება ერდოღანს დიდ და არასასრულო გავლენას ანიჭებდა ევროკავშირზე. ამასთან ერთად დღეს ანტიემიგრანტული განწყობები მოჭარბებულია ევროპაში, რამაც ევროსკეპტიკოსებიც მოამრავლა პოლიტიკაში და ხშირად 2016 წლის ბრექსიტსაც სირიელი მიგრანტების კრიზისს უკავშირებენ. ამიტომ დიდი რაოდენობის დევნილების მიღება ირანიდან ევროპას კიდევ ერთხელ მიაყენებს დიდ პოლიტიკურ დარტყმას,